დაზიანებული ინვენტარი, ქირის დაგვიანება, უნებართვოდ ბინის გადაქირავება, შეუთანხმებლად ცხოველების მიყვანა და ბინიდან გაპარვა გადასახადების გადახდის გარეშე. ვინც ბინას აქირავებს ამ პრობლემებიდან ერთ-ერთი ან ყველა ერთად აუცილებლად შეხვდებოდა. რა თქმა უნდა, პრობლემებს 100%-ით ვერ დავაზღვევთ, თუმცა საკმარისია სამი მოქმედება ადამიანებმა ზედმიწევნით განახორციელონ, რომ რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. პირველი ეს არის მოახდინონ გაქირავებამდე ბინის დასურათება. აღრიცხონ დეტალურად ტექნიკა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. შეადგინონ სია და მოამზადონ ის გაქირავების მომენტისთვის. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხელშეკრულება, რომელიც აუცილებლად უნდა შეადგინოს იურისტმა ან საქმე უნდა მიანდონ უძრავი ქონების კომპანიას. სადეპოზიტო თანხა, ყოველთვიური მონიტორინგი, დაზიანებული ნივთების ჩანაცვლების მოთხოვნა, გადასახადის დაგვიანებაზე დროული რეაგირება. ეს ის საკვანძო საკითხებია, რაც ხელშეკრულებაში უნდა იყოს გაწერილი. სხვა შემთხვევაში აუცილებლად დაზარალდება გამქირავებელი. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი არის შემდეგი. ვიდრე დამქირავებელს დათანხმდება მფლობელი, მან უნდა მოსთხოვოს, წარმოადგინოს სამუშაო ადგილი, ხელფასის ოდენობა და რეკომენდაცია წინა იჯარის ობიექტის მფლობელისგან. რატომ არის ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი? იმისთვის, რომ დარწმუნდეს, რომ საქმე კეთილსინდისიერ გადამხდელთან აქვს. თუ ამ ყველაფრის მობილიზებისთვის ადამიანს დრო არ აქვს, არც ეს არის პრობლემა, გამოსავალი აქაც არსებობს. წლიდან წლამდე უძრავი ქონების მენეჯმენტს, ყოველთვიურ მონიტორინგს და სახელშეკრულებო შეთანხმებას, მფლობელების ნაცვლად ჩვენი კომპანია კედარო ჯგუფი აწარმოებს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გთხოვოს დახმარება და დაგვიკავშირდეს. თუ ფიქრობთ, რომ ეს ინფორმაცია შესაძლოა თქვენი მეგობრებისთვისაც საინტერესო იყოს, გაუზიარეთ მათ ეს ვიდეო, ვფიქრობ, სასარგებლო რჩევები მათაც გამოადგებათ.